საღამომშვიდობის 20-ია გადაცემის მოსმენა FM 98-ზე რადიო ცნობის საშუალებითაც შეგიძლიათ მე მაკაცინცაძე ვარ. დღეს ტექნიკური შეფერხების შედეგად 20-30 დაგვიანებით იწყებს მაუწყებლობას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. გადაცემის მთავარი თემა ახალი სასკოლო საგანი, მე და საზოგადოება და ხმაური განათლების კომიტეტის სხდომაზე. რატომ მიიჩნევენ პეტიციის ავტორები, რომ ახალი საგნით მოზარდთა სარწმუნოებრივ ეროვნული ცნობიერების აღრევა გადაგვარება მოხდება. ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გურამ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენს. ბატონო გურამ, პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეთ ახალი საგანი, მე და საზოგადოება და განაცხადეთ, რომ არ დაუშვებთ მის სკოლებში შეტანას და დანერგვას. რა იწვევს თქვენი თანამოაზრეების ასეთ კრიტიკულ დამოკიდებულებას? რაც შეეხება სარწმუნოებას და ეროვნულ იდენტობას, ეს მეორე საკითხია, რომელიც ეხლა არ განიხილება და ესე მწვავედ არ დგას. მწვავედ დგას სკოლებში ჰომოსექსუალური თემატიკის შეტანა. და ეს ამის საფუძვლებს ჩვენ რა გვაძლევს? ამის საფუძვლებს გვაძლევს ის, რომ ევროპის ქარტიის რეკომენდაციით, რადგან ჩვენ მივიღეთ დისკრიმინაციაზე კანონი, სადაც მამათვალობა ნორმა დაფიქსირდა, ამის შემდგომ, რომ მას და მის გზობლობა გაიზარდოს, ჯარში, პროკურატურაში, ყველგან შემოდის ეს მიმღებლობის პროპაგანდა. და ასევე შემოდის სკოლებშიც. აი მაგალითად სკოლაში გაიკრა ევროპის ქარტიის დავალებით, სკოლებში გაიკრა ასეთი ტრანსგენდერის პლაკატები, რაც გამოსახულია ერთ მხარეს წრე და ჯვარი, ეს არის ქალი, წრე და ისარი არის კაცი და წრე და ორი ის არის ჯვარი და უკაცრავად ბატონო გურამ რომ გაწყუტინებთ, შეგიძლიათ გითხრათ რომელ სკოლებში გაიკრა? მე პირადად ჩამოვახსნევინა თქვა 42 სკოლაში, კიდე ბევრ სკოლებში გაიკრა და ამას განათლების სამინისტრო არ ემიჯნება. მათ ოფიციალურ წერილში უპასუხეს დღეს ჩვენ ეს პარლამენტებს გაუკვირდათ კიდევაც უპასუხეს, რომ ეს იმიტომ გააკრეს, რომ ევროპის ქარტიის ვალდებულებაა. თუმცა არ არის ვალდებულება, ეს არის რეკომენდაცია. ამის გარდა იმ ევროპის ქარტიის რეკომენდაციებში რეკომენდირებულია, რომ მასწავლებლო გადაამზადონ სამოქალაქო განათლებაში ავად სახსენებელი გაყვნილი წიგნები კომპასი და კომპასიტო, სადაც არის თემატიკა სწორედ ჰომოსექსუალური. კომპასი და კომპასიტოსთან დაკავშირებით ბატონო გურამ განათლების სამინისტრომ ჩვენთან უკვე გააკეთა 20-30-ში გარკვეული განმარტება. მათი თქმით, განათლების მინისტრის თქმით, კომპასი და კომპასიტოს დანერგვა საჯარო სკოლებში არც კი განიხილება. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ? რაშია საქმე? მაგალითად უკვე არის სკოლაში შემოტანილი ტერმინი გენდერი. ეხლა ტერმინი გენდერი დღეს განმარტავდა არის ქალი და კაცი. სინამდვილეში ტერმინი გენდერი იმავე სახელმძღვანელოში სკოლის ბავშვების აი რა წერია. სიტყვა, ესე იგი, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და გავაიგივოთ სიტყვები სქესი და გენდერი. ანუ ბავშვმა რა უნდა გაიგოს რა არის გენდერი? ბავშვმა რომ გაიგოს რა არის გენდერი, პედაგოგმა ამისთვის მას უნდა აუხსნას თუ რა არის გენდერი. ამიტომ პედაგოგი უკვე ეძებს თავის სახელმძღვანელოს და თავის გზამკვლევს თუ საწერია აი ამ გენდერზე. აი ამ გენდერზე სწორედ მათ ვებგვერდზე განთავსებული იყო 2015 წელს, 15 წელს მოიხსნა, მაგრამ სხვა არაფერი არ დაუდიათ. 14, 13, 12 წლებში ისევ არის განთავსებული, სადაც წერია, რომ მოიძიეთ კომპასი და კომპასიტო. კომპასი და კომპასიტოში კი გენდერზე აი შემდეგი რამ წერია, თუ რა არის გენდერი. აი ეგეთ რაღაც წერია მაგალითად. აი ნახეთ, ეგეთი თემა ზღაპრის გათამაშება იყო და არა იყო რა. ნახე რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქეს შეუცვლი თემები დემოკრატია, დისკრიმინაცია, თანასწორობა გენდერული. ან მეორე გენდერი ეს წერია. წარმოუდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქეს წარმომადგენელი გახდით. ისეთლა მოგიწევდათ, ალბათ თქვენ შეძლებთ ვაცხლებას ეცვლით სამკაულს, აგრეთვე თქვენ ადამიანს ცევის მანერას. ან მეორე, აი თქვათ რომ გავიგოთ რა არის გენდერი, ამიტომ ამას ქვია უკვე მოქმედებაზე გადასვლა. დაუკავშირდით თქვენ ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების ან ლესბოსელების საზოგადოებას, მოიწვიეთ ისინი ჯგუფთან სასაუბროდ და გამარტოთ გენდერული თემები. ეხლა რა ხდება, უყურეთ, ანუ გენდერზე სხვა ახსნა არ არსებობს. გენდერი არის არჩევითი სქესი და გენდერი რო აუხსნა მოიწვიო ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ამის გარდა კიდევ ამ ვერსიაში დევს და წერია როლური თამაში. ვითომ რაღაცა როლური თამაში თქვა წვანეების. სინამდვილეში როლური თამაშების ქვეშ ამაზე გვაფრთხილებენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ვინც გამოდიან იტალიაში ნახეთ მიტინგი იყო რომში, ეწერა no gender in this school, არა ჯენდერი სკოლაში. გვაფრთხილებენ რომ
როლური თამაშებით, ამ გედეული თანასწორობით უკვე ყველა ბავშვი გვალდებულია ერთხელ მაინც განასახიეროს LGBT-ს როლი, რათა გაუჩნდეს მანდამი ემპათია, თანაგანცდა. ბევრი სფეროა, რაშიც ჩანს, რომ ჰომოსექსუალური უკვე შემოტანილია თემ სკოლაში. ეხლა ჩვენ ვამბობთ რას? თუ ამას ემიჯნები, აი თქვა წერია ახალ სტანდარტში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვათა მიმღებლობა. ამის ქვეშ შეიძლება შედიოდეს ამ სხვებში უკაცრავად ბატონო გურამ რომ გაწყვეტინებთ განათლების სამინისტროში აცხადებენ რომ სახელმძღვანელო ჯერ მზად არ არის და საუბარია მხოლოდ სტანდარტზე ამ საინტერესოა სწორედ რაც შეეხება კომპასი და კომპასიტოს იქიდან გამომდინარე რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ამ წუთას და ამ დროისთვის ჩვენ პირდაპირ ეთერში პარალელურ რეჟიმში ვერ გვერდება ამიტომ მე ვიტყვი მათ სათქმელს რაც მათ უკვე განაცხადეს ჩვენთან ეთერში რომ კომპასი და კომპასიტო არც კი განიხილება რომ თქვა სამომავლოდ რომ დაინერგოს ეს სახელმძღვანელო ციგნები თუ შეიძლება ასე თქვა სახელმძღვანელოც კი არ არის საჯარო სკოლებში თუ არ განიხილება ანუ რაზე ვსაუბრობ თუ არ განიხილება თქვენ შებძანით და ნახეთ ტერმინი გენდერის განმარტება სად ნახოს პედაგოგმა 2015-ში მართალია კომპასი და კომპასიტო არაფერი აღარდევს სად რა ნახოს 2000 ვებ გვერდზე განათლების სამინისტროსი მაგრამ მათ გზამკვლევში 14-ში, 13-ში, 12-ში ისევ დევს კომპასიტოები. ანუ ამას ვერ გაემიჯნება და ევროპის ქარტიის დავალება. პლაკატი რო გააკეთეს ბევრ სკოლაში. მე ნახო 52-ში. რეკომენდაცია, ევროპის ქარტიის რეკომენდაცია, რომელიც ამათ ცუდად გაიგეს და მიიღეს ვალდებულებად. ეხლა მეორე ან თქვენ აცხადებთ რომ განათლების სამინისტრომ მიიღო ვალდებულება და შემდეგ დაავალა და ძალიან შეეშალა, იმიტომ ჩვენ შეგვიძლია არ მივიღოთ. ინფორმაციის გავრცელება საჯარო სკოლებში. ბატონო გურამ, როგორც კომიტეტის ხდომაზე განაცხადეთ, საგნის შემოღების მიზნებში აღნიშნულია ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ. ანუ თქვენ ითხოვთ რომ სიტყვა ტოლერანტობა შეიცვალოს შემწყნარებლობით. არა, ეს არა. ასე გავიგეთ, ანუ საინტერესო რას აფრთხეს ხედავთ ამ სიტყვაში. სხვათა სიყვარულიც კი ჩვენ უკვე მივიღეთ კანონ დისკრიმინაციაზე, სადაც როცა ტოლერანტობა და მიმღებლობა და სიყვარული გაქვს არა მარტო თქვა სომეხის და ჩვენი ძმების და თქვა მუსულმანის არამედ უკვე მოხდა ამ ჩამონათვალში მამათმავლები. ეხლა რას მეუნებია რომ ისინი ასწავლიან სკოლაში ტოლერანტობას მარტო თქვა რელიგიურ ჯგუფებს მიმართ და არა ჰომოსექსუალები, ხო ტყუილია. ამიტომ თუ ისინი ამას ემიჯნებიან, მაშინ გამოუშვან მათ დოკუმენტი, რომ ჰომოსექსუალური სწავლება, იდენტობა და ორიენტაციების თემატიკა, არც პლაკატით, არც ვიდეო, არც აუდიო ფორმით სკოლაში არ შევიდეს და აიგზალოს. აი ეგეთი არის პეტიცია ჩვენ შევადგინოთ. მივა პრეზიდენტ, მთავრობას და პარლამენტს. ერთი აბზაცია სულ აწეს ხაზ მიტროპოლიტი იოანე, აწეს ხაზ მიტროპოლიტი შიო, ლევან ვასაძე, ვატო კახიძე, კოკუჩაშვილი, მერავი, მაია ჩიბურდანიძე, ბევრი ხალხი, ვაჟი აზარაშვილი აწერია. ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი კატეგორიულად მოვითხოვთ, რათა ოფიციალური დოკუმენტით აიგზალოს სკოლებში სოდომური, ჩხილებში LGBT გარყვნილების ამ ორტაცის და იდენტობის თემატიკის შეტანა. მისი ნებისმიერი ფორმით, ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო. მე ვუტოვებ კითხვას, ვინც ალბათ ჩაერთვება მინისტრის მოადგილე, მე ვუტოვებ კითხვას. თulis თუ არა ის, რომ ჰომოსექსუალური თემატიკა არის ბავშვებისთვის საფრთხე, საზიანო და გარყვნილება და მიუღებელი. თუ თulis რომ გარყვნილებაა, მაშინ ვთხოვთ, რომ დოკუმენტურად, რადგან უკვე მოხდა სკოლებში შეტანა, შეტანილია თემები, ამოიღოს გენდერები, პლაკატები ჩამოიღოს, დაწეროს, რომ სკოლებში, არასრულწლოვნებში, სამსკოლას არ დაამთავრებენ, თუმცა არც უმაღლესში არაა კარგი LGBT აწყობს ეროვნულ კონფერენციას უნივერსიტეტში და ამისთვის აირჩია დიდი დარბაზი და ხალხმა ეს არ ჩაშალა, მაგრამ სკოლებში მაინც გამოუშვათ ამ მთავრობამ, რომ ჩვენ სკოლებში თქვენი პოზიცია გასაგებია, ბატონო გურამ. ახალი საგნის მიმართულების აღწერაში, თქო, წერია, რომ პიროვნული განვითარებისა და იდენტობის მიმართულების მიზანია მოსწავლეს ასწავლოს საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზი, საკუთარი თავის თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება. საგნის ეს მიმართულება ხელშეუწყობს მოსწავლეს ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, დადებითი თვითშეფასების პიროვნებად. რასაც ბატონო გურამ თქვენ აპროტესტებთ და ამბობთ, რომ დადებითი თვითშეფასება უკაცრავად თანხმედრაში ვერ მოდის ჩვენს კულტურის ისეთ ძირეულ ღირებულებებთან, როგორიცაა თავდაბლობა. ეს არის ძალიან კაი სიტყვები, რომელიც თქვა მოძრაობის წესები, ნაგვის გატა ძალიან კაია, დემოკრატია თუ მას კაი არსით, მაგრამ ეს არის შესაფუთი მასალა.
აბა რატო იცავს ახლა მაგას LGBT ლობი, იგივე გიორგი ნოდე იყო თავმჯდომარე მათი კრების. ანუ ფიქრობ რომ სკოლამ ბავშვებს თვითშეფასება არ უნდა განუვითაროს. უნდა განუვითაროს, მაგრამ ყველაფერი მასში კარგია, მაგრამ ეს მოიცავს საფრთხეს, რომ ჰომოსექსუალური ლიტერატურა შემოდის. მხოლოდ მაგიტო კეთება. რატო იცავენ მას ახლა რომ ნაგავი გადავყაროთ? იმიტომ იცავს ამას გააფთრებით LGBT ლობი, ეს ევროსაბჭოს ქარტიები, რომ სწორედ მიმღებლობა ჰომოსექსუალი რატო აკრებენ პლაკატებს? ნაგვი კატანზე გააკრეს, იმიტომ რომ ეს ლამაზი ტერმინებია. აბა ხოლმე ჩვენ მახინჯი ვართ, გვინდა გაყრათ, ჩვენ გვინდა სიყვარული, სილამაზე, სიკეთე, თანასწორობა და ეს არის შესაფუთი მასალა. სინამდვილეში ხდება სიბლწე, გაყვნილება, საზიზღრობა და ცოდვა დანაშაული, რომელიც იყოს დასჯადი. პროპაგანდა სკოლებში და არა მარტო მიუღებელი. ესაა ჩემი პოზიცია და ეს არის ერის პოზიცია. და მცირე ჯგუფი ევროპაში და ჩვენთან სულობს რომ გააკეთოს მონოპოლიზირება ფულის, მთავრობის, ტელევიზიების, ავიდარ თქვენ ტელევიზიაზე და პროპაგანდა ამისი გაწიოს. რა ხდება ეთერებიდან, გამოყავთ კესო-ბესო, დღისით, მის პროპაგანდა გარყვნილებს არა მარტო სკოლაში, ყოველ ნაბიჯზე და რა ხდება ევროპაში, ევროპაში როგორ იმართება პარადები, თუმცა იმართება იქაც ასევე საპროტესტო და მე იმედი მაქვს, რომ ევროპა და ამერიკის ჯანსაღი ნაწილი მთელი ერი ამას მოიშორებს და განთავისუფლდება ამ სოდომური გარყვნილების პროპაგანდისგან. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიგაჩნიათ ახალი საგნისთვის პედაგოგების გადამზადების თემატიკა და თემა. პედაგოგების გადამზადებას ვთქვათ, რა პრობლემას ხედავთ თუ შეგეძლოთ? ხედავ იმას, რომ მეუფე იოანემ მოიწვია პრესკონფერენციაში, იქაც თქვა, რომ რა მოხდა, რომ სწორედ კომპასიტო და კომპასის და ამ ცუდი წიგნების ავტორებმა სანამ სტანდარტ შემოიღეს, უკვე იყო ჩაღეს და ჩაატარეს ტრენინგები, განათლების ეგიდით და უკვე გადაამზადეს პედაგოგები და ეს წიგნები წაუკითხეს. როცა თქვეს, რომ ეს რა წიგნებიაო, საპატრიარქო მესო იცისო. ბატონო გურამიქნებ ჩვენს გვითხრათ და აგვიხსნათ სად და როდის რადგან განათლების სამინისტროდან პერმანენტულად ვიღებთ ის ინფორმაციას, რომ მსგავსი რამ არ მოხდა. ვისთან გადავამოწმოთ თქვენს მიერ ნათქვა ინფორმაცია? მეუფე იოანე გამრეკელთან, რომელიც არის საპატრიარქოს წარმომადგენელი და აბარია განათლების ცენტრი, მან ეს ბევრჯერ დააფიქსირა პრესკონფერენციას და გადაამოწმეთ. და მათი როლი რა არის, რომ მეუფე იოანე გაგვემბიჯნოს, პატრიარქით საეკლესიაც ლაკებთო, მცირე ჯგუფი ამი რაღაცა რუსული ეს არის ყველაფერი პროპაგანდა, რომ ქართველი ერის ხმა არ გამოჩნდეს. კიდევ ვიძახი, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ალბათ მალე მოიშორებენ ამ ჭირს და ჩვენთანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიბრძოლოთ ამის წინამდე. ეხლავე ზარები დავაჟღოთ, მაგრამ შემოვა საგანი, მაგრამ პლაკატები კიდევ ბევრი გამოიკრება. ანუ თქვენ აცხადებთ, რომ კომპასი და კომპასიტოს დანერგვა იგეგმება საჯარო სკოლებში. უკვე დანერგილია, იმიტომ რომ სხვა გენდერი უკვე შემოტანა მერვე კლასში თუ მეცხრეში და გენდერის განმარტება, რაც არის ჰომოსექსუალური არჩევითი სქესი და არის 50 სახეობის გენდერი და რა ქალი და კაცი, მისი ახსნა მხოლოდ კომპასი და კომპასიტოშია, რომელიც დღეს აძლევს მათ ვებგვერდზე 14-13-12 წლებში თუ არ გააქრობენ ამ დღევანდელი ჩვენ გავუსვეს მერე, მაგრამ ეს ხო ფაქტია. და უკვე გაყრილი პლაკატები დღეს ევროპის ქარტიის რეკომენდაციით და ნუ იღებენ რეკომენდაციას დავალება და მას გაემბიჯნონ დოკუმენტით. თუ კი გვარწმუნებენ, რომ მამაცმულობა არ იღებენ, რატო არ იღებენ? თუ თვლიან, რომ გაყრილებაა, მიპასუხოს მისმა, თუ ეს გაყრილებაა, ძალიან კარგი, თუ თulis ასე, მაშინ დოკუმენტი გამოუშვას, რომ სოდომურ გაყრილებას ამ თემატიკას საშუალო სკოლებში არანაირი ფორმით და გვაკომპეტენცია ბერძნითი აუდიო ვიდეო არ შემოიტანს. ეს დოკუმენტი დაწეროს ერთი აბზაცი და დასაშვინდება ერი, ხალხი, ეკლესია, ყველა რა უნდა ამის დაწერა. გასაგებია თქვენი პოზიცია ბატონო გურამ, დღეს გიავოლსკიმ არ გამორიცხა, რომ ამ პროცესის უკან შესაძლოა ვინმეს პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. შეგიძლიათ უპასუხოთ თუ გაქვთ სურვილი. ასევე მოვისმინეთ ვარაუდი, რომ თქვენ შესაძლოა ემზადებოდეთ პოლიტიკური აქტივობისთვის. რამდენად რეალისტურია ეს ინფორმაცია? მე პირად არ ვემზადები და არც ვაპირებ და რაც შეეხება აი ამ თემას, თემა როგორია. ესე იგი, ამით სწორედ უწევენ პროპაგანდას რუსეთს. ანუ გეუბნებიან, რომ შენ თუ LGBT რუსეთს არ მოწონს. კაია რუსეთი მაინდა მაინც. და რუსეთს, ესე იგი LGBT რუსეთს არ უნდა. მე გეუბნებით, რუს განამატ რუსეთს არ უნდა. არ უნდა ირანს, არ უნდა ევროპაში მთელ მოსახლეობას, უნდა ერთეულებს. და ეს არის ტყოვილი. ეს არის ერთადერთი რაღაცა, რომ ამას მოეკიდო, რომ რაშვაშია ამით ეგენი აქებენ რუსეთს.
და უტყავენ ამერიკას. თუ გეუბნება რომ მამათმალობა რუსებს აუნდა ამერიკას უნდა რა გამოოს, მაშინ კაიყო რუსეთი და რუსეთი ვაქოთ მაშინ და ოკუპანტი ქვეყანა და ამაში დავემორჩილოთ. და ამერიკა ვაგინოთ, ესე იგი მაგათი ეს არის რომ რუსეთს აუნდენ კაია და რუსეთს აუნდენ LGBT და აუნდა გაყნილება და ამერიკას უნდა პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ბატონო გურამ რამდენად რეალისტურია ეს ინფორმაცია. არც ერთ შემთხვევაში მე ერთხელ ლორკიფენ დიმიტრის დაუჭირე მხარი, იმიტომ რომ იყიდა მერობაზე და დიმიტრი გამოირჩევა იმითი რომ იბრძვის ამ უფლებების დასაცავად ზნეობის და ის იყიდა ბურჯანეთის პარტიაში, მე იმ პარტიაში არ ყოფილი ვარ, მაგრამ ბურჯანაძე ბატონო გურამ ამ პროცესის უკან უკაცრავად ხომ არ იკვეთება თქვენი აზრით ვინმეს პოლიტიკური ინტერესი როგორ ფიქრობთ? აი რა თქმა უნდა, ეს ასხავს წყალს ჭიშკუზე რუსეთის. როცა შენ ევროპას იძახი, რომ ევროპაში მამათმავლობა, ესე იგი მოწონდა, რუსეთში არ მოწონდა, იძახეს ხალხი, მაშინ რუსეთი მირჩევნია. ქართულ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ ბატონო? ქართულ პოლიტიკურ ძალებსაც ეხლა შეიძლება ვიღაცას შეადგება, ვიღაცას ვინ რუსეთის აგენტია, მაგრამ შენ რო ეუნები ერს, რომ რუსეთში არ მოწონდა, ევროპაში მოწონდა, რა გამოდის, მაშინ ამას უბიძგებ, ხო? ამიტომ მე გეუნებით, ევროპაში უმეტესობას ეს არ მოწონს. როგორც ჩვენთან პარლამენტის 200 კაცმა მიიღოთ ერს არ უნდა, ისე ერს არ უნდა და იღებს 300-500 გასაგებია თქვენი პოზიცია ბატონო გურამ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ შეკითხვას, რადგან პასუხი ვერ მივიღე. გარკვეული მოსაზრებები მოვისმინეთ თქვენს შესაძლო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და მაინტერესებს თქვათ რამდენად რეალისტურია ეს ინფორმაცია. მე საერთოდ რა თქმა უნდა ყველგან შევალ პარტიაში ყველგან შევალ თუ ჩემ ეს დაჭირდება, მაგრამ მე დღეს ამის ხალხს ვერ ვხედავ. პირადად მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც უნდა შევიდე, იმიტომ რომ ოსტების იმედი მქონდა გვიმტყუნა და დაждდა ლიბერალისტების ხარეს, ნაციონალები თავად არ მომწდა მაგათ ხარეს იყო და ვერ ვხედავ ჯერ ძალას, რომელსაც შეიძლება შევიდე. თუმცა შეიძლება გამოიკვეთოს, რაც შეეხება ბურჯანაძეს. მე მას იმიტომ დაუჭირე მხარი, რომ მის უკან აღარ იდგა თავისუფლების ინსტიტუტი. მისი გაყვნილი ლობისტები და იდგა ეროვნული ხალხი. თუ იგივე მოიქცევა სააკაშვილი, მასაც დაუჭერ ხარს, ან ივანიშვილი ამის გინდა. მე ყველას დაუჭერ ხარს, ვინც დადგება ქართველ ერთად. დადგება ბურჯანაძე, გაუმარჯოს, დადგება სააკაშვილი, გაუმარჯოს. ესაა ჩემი სიტყვა. გასაგებია თქვენი პოზიცია, ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს გურამ ფალავანდიშვილი პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ განათლების სამინისტროს მოსაზრებას მოისმენთ 20-30-ში დაგველოდეთ.